საჩუქრად გილოცავთ დიდ დღესასწაულს დიდად იმოტავე ქალტურის ბარბარის ხსენებას რომ სახელზე იკურთხა ტადერიესე წლებია უკვე აქ მრევლი დიდი ყავს ტადარს და მაგალითით ხონდა მივიღოთ იმ წინდანის ცხოვრების მიხედვით რომლის ჩვენ სახელო ტადარში სახურობთ რა განსაკუთრებული ფისება აქ დიდ მოწამე ბარბარეს გზა მისი უფლისკენ როგორი იყო წარმოთ ოჯახში დაიბადა გაიზარდა წარმოთ გარემო იყო მამამისი მსახურნი ვინც იყვნენ ყველა და სულად არ იცოდა მან უფალი ქრისტე სახარება ანუ ასე ვთქვათ წარმართულ ქვეყანაში ცხოვრობდა მაგრამ მან იპოვა გზა უფლისკენ როგორ მარტო დარჩენილი მამის მახსოვდა აუშენა სპეციალურად კოშკი ვიგნან არ სადარგასულიყო სანამ მამა არ მოიფიქრებდა ვიზი მიეთხოვებინა და ის ფედა ჩიტების გალობას ხედავდა იქ ბაღში გადახედავდა სილამაზეს და ყვავილების ხეების და წასუყურებს მე აღმოაჩინა რომ თურმე რაღაცა კანონზომიერება არის თვარის აქ თავისი ფაზები ეს ვარსკვლავები ზოგიერთი მოდრობს ზოგიერთ არ მოდრობს ხო და მზეს ამოდის ჩადის და ის და მიხედვით ზამთარ ზაფხულია იცლის ხოლმე როიქით ამოდის თუ ფაქეთ ამოდის და ჩადის და მივიდა დასკვნამდე რომ რახან სამყაროში არსებობს კანონზომიერებები ეს კანონები ვინ შექმნა კანონებით აი თურმე შესაძლებელია ლოგიკური აზროვნებით ადამიანი მივიდეს დასკვნამდე რომ ასოს ზეციურათა მექანიკა რომ აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს ეს მართავს პლანეტებს, ვარსკვლავებს, ბუნებას და თვით დედამიწის სიცოცხლე რო არის, ეს არის უნიკალური მოვლენა. არის პლანეტები. ცოტა მზისკენ ახლოს არის მერკური და ვენერა და იქ სიცოცხლეები ვერ არსებობს. ისე სიცხეა. ვერ არსებობს სიცოცხლე. ცოტა მოშორებით აქეთ მარსი უდაბნო უწყლო სიცივე ყინვა თვარის ატმოსფერო არ არის საერთოდ და არც ბრუნავს თავის ღერძის გარშემო თუ მზისკენ მიმართული ერთი მხარეა მეორე რომ ჩვენ საერთოდ ვერ ხედავთ ანუ საიდუმლოდ მოცულია საერთოდ მე ფრენა დაიწყეს რაღაცა ნახეს მაგრამ აქედან ვერ ხედავთ იმ მარსის იგი საერთოდ გაუგებარი იუპიტერი რა არის და სატურნი არ და კადნიერება ადამიანისა უცხო პლანეტელებს ველოდებით საიდანღაც აქ არ არიან აი წარმოიდგინე რომ აი ეს კანონზომიერები კიდე ბარბარემ დაინახა და გავშა კითხვა ნუ სკერპები რომელსაც აი ლითონიდან ვარსხამთან ხიდე გამოგეკეთება ესე ის უსულონი არიან რის გამკეთებულა ჩვენ ხელიდან გამოსული და ჩვენი ხელთან შეიძლება მოისპოს ვინ მართავს ამ ქვეყანას და უფალი ხედავს თავის მაძიებელს სადაც არ უნდა იყოს იმიტომ უფალი ყველგან არის და უფალს უფლის ნება ყველას ცხონება მისი ქმნილების ადამიანის ცხონება და მაგრამ ცხონების ადამიანი რაღაცა გზა უნდა გაიაროს უფლისკენ და სანამ დაიწყეს ამ გზას თვითონ ეს ძიება ჭეშმარიტებისა უკვე იზიდავს ამ ადამიანის მიმართ ღვთის მადლს და უფალი ისე ატყობს მის ცხოვრებას რომ თვითონ ადამიანი გონია თვითონ ირჩევს რაღაცას მოხდა ისე რომ მამამისი არ იყო სადაც იყო წასული და რაღაცა გასასვლელი იპოვა ამ ეზოდან გავიდა
რა ხდება ამ ეზოსიქით? მე წყაროსთან შეხვდა თავის თანატოლ ქალიშვილებს. და რადგან მას აწუხებდა კითხვა რომ ვინ მართავს ამას ყველაფერს კითხა თქვენ ხო არ გიფიქრეთ გაეცინათ ჩვენ ვიცითო ვიცით ჩვენ ჭეშმარიტი ღმერთი შემოგვიციდა ქვეყანისა და ვიცით ჩვენი წარმომავლობა როგორ მოხდა დაცემ ადამიანისა და როგორ უფალმა ძეთვისი მოავლინა ქვეყანაზე ჩვენი ხსნისათვის და უცებ მან აღმოჩნდა კოსმოსი კი არა ახალი სამყარო სულიერი სამყარო ცხოვრების სამყარო აღმოჩინა რომელიც კოსმოსაც მოიცავს და კოსმოსზე მეტია ესე სამყარო რომელშიც შენ ცხოვრებაში უფალი შემოდის და შენ უფალს უახლოვდები აი ეს აღმოჩინა მან და ამაზე ძირფასესი არაფერი ქვეყანაზე არ არის და როდესაც მამამისი ჩამოვიდა გახსოვთ აბანოში ორი სარკმელი და ყოფილი სამი გააკეთა და რატო და აღმოჩნდა რომ ქალიშვილი თვითონ სახდენ გაუსწრებად გახდა ქრისტიანი. აი ეს არის ორი სოფელი. ღვთის სამყარო, სული სამყარო და ღვთისგან გაშორებული წოდებით გამო სამყარო, დაცემული სამყარო. აი ამ ორმაგ სამყაროში ჩვენ ცხოვრობთ და უნებრივია ყველა ადამიანს უნდა რომ სწორი გზა იაროს, მაგრამ რომელი არის სწორი გზა? უფალი გეუბნება რომ არის ორი გზა, ვიწრო და ფართო. ვიწრო გზა ძნელია და მცირე მიდიან გზითო და ფართო გზა დიდია და მრავალნი მიდიან ამ გზითო დასაღუპავათო. რა ხდება? ვინ შექმნა ეს გზა? ან ეს გზები ვისია? ერთი გზა უფლისკენ არის, მეორე უფლისგან გაშორების გზა არის. ეს არის ადამიანის არჩევანი. უკვე დაცემული ბუნება რა შეიძლება ადამიანმა ის აკეთებს არჩევანს. არის ესეთი რომ წავასრულე გზით, მაგრამ მე დავყოლდება და ისე უკან ბრუნდება ფართო გზაზე. და არის რომ ფართო გზით წავიდა, მაგრამ უკმაყოფილო იყო და მე გადავიდა ვიტო გზაზე. ჩვენ გვაქვს წმინდათა ცხოვრებაში უამრავი მაგალითი ამისი. აი თო ნეტარი ავგუსტინე ხო? დედა ზიდა სარწმუნოებით და მამა იყო წარმართი და ისო ჭაბუკი რო გახდა, მე გაიყვანა ქეიფებში, ნადიმებში და გარყვნილებაში გარია შვილი. დედა ტიროდა, რისის დიდი მე ქრისტიანი და ამეზადა და დავკარგე შვილი, მაგრამ უფალმა არ დაკარგა ის. ერთხელაც აღმოაჩინა ტიგნი წმინდათა ცხოვრება, ეგვიპტის უდაბნოს მამების და მიხვდა რომელია ჭეშმარიტი ცხოვრება და გახდა დიდი მამა ეკლესიისა, დასავლეთ ეკლესიის მამა გახდა დიდი ნეტარი ავგუსტინე. აი და უამრავი სხვა მაგალითებიც გვაქვს. იგი დღეს ჩვენ ცხოვრობთ ეს სამყაროში, სადაც ათეიზმი ის კი დაუფარავად არსებობს. არამედ აგრესიული გახდა. ეს ათეიზმის აგრესია ყველაზე მეტად ბოლშევიკური ამ რევოლუციის დროს და ბოლშევიკური იდეოლოგიაში გამოჩნდა. თუმცა წადებს ანგრევდნენ, შეშუპირებს ხოცავდნენ, გადაასახლეს მრავალნი, მორწონეს დევნიდნენ, თუმცა დაიღალნენ ასეთი დევნით ფიზიკური დადალადობით, მერე დაცემის საგნად გახადეს. ბნელება და გავნართება გამოაცხადეს და თვითონ ბნელში ყოფნა. და აი ჩვენ წმინდათა ცხოვრებას მოთხოვეთ მიღებთ იქიდან მაგალითს როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ დღეს აი ამ გარემოში რომ ეს ის ერთი ოჯახი კი არა ერთი კოშკი მთელი სამყარო და ითხოვეთ ჩვენგან რომ ჩვენც ისე ვიცხოვროთ როგორც იმათ უნდა თო იცხოვროთ და თავზობ იმას იმ გზას რომელიც ღვთისაწინააღმდეგო არის რომ ჩვენ კვლავ დგებართ არჩევანის წინაშე თითოეული ადამიანი და მადლობა ღმერთს რომ ღვთისწყალობით აღდგა
კადრები ძველი ახლა აშენდა ახალი გაიხსნა სასწავლებლები და გაჩნდა სულიერი აი შინაარსის წიგნები ამათა ცხოვრებები მათი დარიგებები სახარების მინატრების განმარტებები ეხლა ჩვენზე დამოკიდებული რას ავირჩევთ ისაც ჩვენ ტელევიზორში უხვად ხედავთ ყველა პროგრამებით რომ თიჟავთ ჩვენ ცნობის მოყარეობას მაგრამ არაფერს არ გვაძლევს განკითხვის მეტი არაფერს არ თესავს ჩვენში და კიდევ ღმერთის დავიწყებისგან მოვიტოდეთ თითოეულ ყველაფერი ადამიანის ძალისხმევით ხდება ინტრიგები მოწყობა ურთიერთობების შეხვედრები დაშორებები და ვერ ხდებიან რომ უფალი განაგებს ამას იმის დამიხედვით ადამიანი რას ირჩევს თუ კი მისცა ადამიანის თავისუფალი ნება ამ ნებას არ წაართვებს მას მაგრამ ამ ნებამ შეიძლება მიმართულება შეიცვალოს იყო ურწმუნო გახდეს მორწმუნე და შეიძლება მორწმუნე ოჯახს დაბადებული ურწმუნო გაიზარდოს ეს ხო ჩვენზე დამოკიდებული და მადლობა ღმერთს რომ თქვენ აქ ამ ყოფნი და მრავალნი საქართველოში პროლეტარიის ვის აირჩია უფლის გზა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ლოცვა გეჭიროთ თქვენ მისი თქვენ მეოხი იყოს ქრისტიანაში როგორც მან იპოვა უფალი აი ამ გარემოცვაში წარმართულ გარემოცვაში და თავი დაასდო უფლისათვის ჭეშმარიტებისათვის და სული აცხონა მან და მამის სახელი თუ ვიცით იმიტომ რომ მის ცხოვრებაში მოხსენებული თორე ისე აღარავინ არ იცავს იმას ეწვია ბარბარეს ისევ თაობები ისტორიის მანძილზე ეკლესიის ისტორიის მანძილზე 1000 ადამიანი დაიცის და დღესასწაულს აღნიშნავს და აღმოაჩენს რომ ბავშვების მფარველია განსაკუთრებით ბარბარე და ბარძიმთხელში გამოისახება როგორც დროს გვაზიარებს როგორ სულიერად ანუ მაგალითს ქრისტიანული ცხოვრებისა თავდადებისა გვაჩვენებს ჩვენ ძალიან ცისი დაღვარა უფლისათვის და გვეუბნება მე თქვენთვისაც რომ თქვენ გქონდეთ მაგალითი მისაბაძი ქრისტიანული ცხოვრებისა მეთა დაგლოცოთ კიდევ ახლა და ბაბა ლუკას პატარა გიორგის მეოხი და